უცნაურ რამეს გეტყვით ახლა, ნუ არ დამცინოთ, მაგრამ ბევრი რაღაცა ჩემი სპექტაკლები არის სიზმარში ნანახი. ანუ აი ბევრი რაღაცა სცენა ან ჩემი მოქმედებები, ჩემი პერსონაჟის აი არ ვიცი მეძინა თუ ზილბულანი არის თუ რაღაცა, მაგრამ აი ბევრი რამე გამიხსნია რა. და სიზმრები ზოგადად აქხდენიათ? კი, აი ერთხელ მოსკოვში ვიყავი, გადაღებები მქონდა, დუბროვსკის იღებდნენ და იქ თამაშობდი ფილმში და წინა ღამეს ისეთი რაღაცა სიზმარი ვნახე, რომ მე ჩემს მეგობარს მოუყევი ეგა და არ წახვიდეო რა გადაღებაზე, ცუდი სიზმარი არის. წავედი და ისე დავიმტვერი, რომ 4 თვე ვიწექი მე ცხენი დამეცა ზედ ფეხზე და ეს ფეხი სულ 12 ადგილას ქონა, ნუ ამტვრევები იყო სულ და რკინებით ამაქვს ახლა საწყობილი ეს ფეხი. ხო ახლა წარმოვიდგინე იპოდრომის, ახლა მოსკოვის იპოდრომის 500 კილოა, ნუ 9 ტონა რა და აი ეს დაღმართზე ზედ დამეცა, ესე ჩასრიალდა ცხენი და ამიტომ ზედ დამეცა რა ამ ფეხზე. აი ეს იდიოტური კრეტინული რაღაცა. ახლა რამდენი ხანი არ შეიძლება რომ ამდენ რუსებში ახლა მე გამოვამჟღავნო რომ მტკივა. და ეს მე ეს სუბჭხილებში სულ მიწები მქონდა, მიწას იმაშებოდი და რაღაცა კი ვითმენდი ამ ტკივილს და ნუ თან იმაში იყო ქალაგარეთ იყო ეს გადაღება, იქ ძალიან ისეთი გზა იყო, სასრაფოს მანქანა მოვიდა რომ ჩამდეს, მე ეს ბაკ ამ იმაში აი საშინელი ტკივილები და ვიცმენდი აი რომ ჩამდეს იმაში და მე კი ვიღრიალე სიმწრისაგან, ტკივილისაგან, მაგრამ იმათ ვითომ არ ვაჩვენე, მაგარი კაცი ვარ, ქართველებს ტკივილი არ აქვს. ამტანობა. რეაბილიტირება რამდენი ხანი დაგჭირდა შეძლებელს? 2 თვე იქ ვიწექი, 2 თვე ნახევარი იქ ვიწექი მოსკოვის იმაში სამავთყოფოში, მე აქ მომიყვანეს თვითმფრინავით, მე აქ ვიწექი 2 თვე. და ასეთ სცენებს, ცოტა საშიში სცენები, როცა დუბლიორები ყავთ ხოლმე, ხო, მსახიობებს, თქვენ არ დაგჭიროებიათ, იმიტომ რომ კარგად ჭირითობდით. არა, ცხენზე ახლა მთელი ცხოვრება ვზივარ ცხენზე, ნუ ვარჯიშობდი მთელი ცხოვრება, ასე სპორტულად, სერიოზულად ეს არ ვსეირნობდი, ვარჯიშობდი სულ. ამიტომ ხა ცხენზე თუ რამე იყო გასაკეთებელი, მე ვაკეთებდი ხოლმე. საკუთარი ცხენიც ყავდათ? საკუთარი ცხენები მყავდა. ცხენები? გახსოვთ ამის შემდეგ პირველად ცხენთან თქვენი კონტაქტი ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც უკვე ფეხზე წამოდექით და არა, ნუ ეს იყო მაშინ 6 თვე ხო საერთოდ არ ვიყავი და მაშინ კინოსტუდიაში ყავდა, ის ჩემი არ იყო ეს კინოსტუდიის ცხენი იყო, მაგრამ განპირობებული იყო ჩემზე, იმიტომ გადაღებებზე იმ ცხენზე ვიჯექი ხოლმე. კახეთი ერქვა სახელი, კახეთი. და ეს ყავარჯნებით რო დავიწყი კინოსტუდიაში წავედი რა. მოვინახულო მეთქი ცხენი და ეს გამოშვებული ყავდათ რა იმ შემოღობილში და შევედი იქა და რო დამინახა ცოტა ხანი ესე იქნა, გამოვარ და ნუ მივხვდი რომ უნდა მომესიყვარულოს, მაგრამ ამ ხელად ცხენია რა. არა ეს ის არის ჯოხით ვიქნებ, არა არ მოხე აქ მომადო რა თავი, მაგრამ ინერციით ხო და გადამაგდო ის ძლივს ფეხზე დამდგარი კაცი. ძლივს ფეხზე დამდგარი, მე მგონი თავიდან გაგიჩინა. არა, თავიდან არა, მაგრამ ახლა გაუხარდა.